სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ ფერისვალების დღესასწაულში ვარ ჩვენ ჯერ კიდევ. დიდია ჩვენი ღმერთი, დიდია მისი მოწყალება, დიდია მისი სიყვარული ადამიანებისადმი. ჩვენ როდესაც მოწამეობის ღვაწლზე ვსაუბრობდით და ზოგადად როდესაც მოწამის სახსენებელი არის, იქ იკითხება ძველი აღთქმის საკითხავებიდან იკითხება საკითხავები მწუხრად, სადაც უფალი ამბობს, რომ თქვენ ჩემ და მოწამე ისრაელს ეუბნება და მე უფალი ღმერთი თქვენი და მე ვარ მოწამე. დიერ ამბობს ცოტა წინ და მე ამბობს, რომ მე უფალი ღმერთი თქვენი და თქვენ ჩემ და მოწამე. ქრისტე იმიტომ ეწამა, რომ ესე იგი ვინც მოინდომებს შემდგომში მოწამეობას და მოწამეობა ამ სიტყვის შინაარსი არის დამოწმება პირველ ყოვლისა. ხო? მოწამეობის ძველი ქართული შინაარსი უფრო უახლოვდება დამოწმებას. იმ მოწამეებმა დაამოწმეს ქრისტეს ჭეშმარიტება. ხო? ესე იგი, იმისთვის ეწამა ქრისტე, რომ შემდგომში ვინც თავის თავზე იტყვის, რომ მე ვარ ქრისტიანი და ამ ყველაზე დიდ სახელს დაირქმევს, იმანას დაამოწმოს მერე. აი დღეს ვკითხულობ ჩვენ კონდაკი არის ფერისვალები, სადაც ესე იგი მთასაზე და ფერისვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალედვა მოწაფეთა შენთა დიდება შენი უჩვენე, რათა რაჟამსიხილო ჯვარცმაი შენი გულისხმახონ, ვითარმედ ნება იგი ნებსით არის და სოფელსა უკადაგონ ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტ და ბრწყინვალება მამისა. ესე იგი ფერისვალებაც ყველა საუფლო დღე სასწაული, რომელიც ჩვენ ვიცი და რომელსაც ჩვენ დღეს სასწაულობთ და რომელიც აღასულა უფალმა ჩვენისა ცხოვრებისათვის. ხო? ესე იგი ყველაფერს აქვს თავის შინაარსი და აი ამ შინაარსს ყველაზე კარგად ჩვენ ძალიან მოკლედ და ძალიან სიღრმისეულად გაგვიმარტავს, გამოგვითარგმანებს თვითონ ამ დღის ან ტროპარი, კონდაკია თუ რაღაც საკითხები, ყველაფერი რაც არის ამ ყველაფერში ეს არის. ანუ ჩვენ გუშინ რომ მოვედით მაგალითად რომ დაიწყო მსახურება, ეს საკითხავები რაც იკითხება, ჩვენ გაგვიმარტავს. ერთის მხრივ არის შესხმითი, სადიდებელი, საგალობელი ჩვენი მხრიდან, უფლისადმი და წმინდანებისადმი დღეს ვიხსენებასაც აღვასრულებ და მოწამეები არიან ესეც წმინდა ლავრენტი მთავარდიაკონი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აგაპიტე დიაკონი, ესენი მოწამეები არიან. ამათმა დაამოწმეს. და ვინც მოინდომა დამოწმება იმ წამების, რომელიც ეწამა, რომლითაც ქრისტე ეწამა და რომლის შესახებას პავლე მოციქული კორინთელებს ეუბნება, რომ წამება იგი ქრისტესი გამტკიცნა თქვენ შორისო. უყურეთ რას ეუბნება, წამება იგი ქრისტესი გამტკიცნა თქვენ შორის. დღეს აიგითხა მე დავით კორინთელთან წერილი, სადაც ესე წერა, წამება იგი ქრისტესი გამტკიცნა თქვენ შორის. რას ნიშნავს? ანუ ქრისტე რომ ეწამაო, ეს მტკიცე ჩანს თქვენ შორისო, თქვენს მიერო. ეხლა ჩვენ დაუსვა ჩვენს თავს შეკითხვა. ჩვენ რამდენად დამტკიცებულია ჩვენ შორის, რომ ქრისტე ეწამა. ანუ რამდენად დავამტკიცებ ჩვენ იმას, თუ როგორ უყვარვართ ჩვენ ღმერთს. და მოწამეობა არის თითოეული ქრისტიანის ყოველდღიურობა, ყოველდღიური ცხოვრება. ქრისტიანი ყოველდღიურად ან ამოწმებს ქრისტეს და ან ამოწმებს მის წამებას, რომ ჭეშმარიტია მისი წამება, რომ ჭეშმარიტება დაამოწმა მან, როგორც წამში ვკითხულობთ და სწამა პონტოელისა პილატესზე. უბრალოდ მოციქული ამბობს ამას. სწამა პონტოელისა პილატესზე, ხო? და ჩვენ ყოველდღიურად, ჩვენი ყოველდღიური ქმედება, ყოველდღიური, აი დილა რო გათენდება, ყველა მოძრაობა, ყველა ქმედება ან ამოწმებს და ამტკიცებს იმას, რომ ქრისტეს წამება ჭეშმარიტი არის, რომ ჩვენ უყვარვართ უფალს, ან და არ ვამოწმებთ. არაფერი არ მოყვება ამას, ესე რომ ვთქვათ, ამ ცხოვრებაში. ახლა
მე ხარ რო გითხრა თქვენ აი ზოგიერთმა შეიძლება ესე თქვას რომ აი ვინც არ დაამოწმებთ თქვენ შეიძლება რაღაცა და ესე და ესე არა მე ამ ხმაზე არ ვლაპარაკობ და ამ ტონალობაში მე რას ვამბობ რომ ესე იგი ჯოჯოხეთი სად იწყება იცით აი როდესაც ჩვენ ქრისტესთან წარდგებით ქრისტეს სამჟავროს და ეს დღე ხო არავის არ აღწდება და შენ შეხედავ დაინახავ შენთვის ჯვარცმულ ქრისტეს შენთვის მომკვდარ ღმერთს ხო და როდის აი ერთ დღეს ვერ ხედავ შენ ცხოვრებაში რომ დაგემოწმებიოს რომ ჭეშმარიტი იყო მისი წამება აი მან იწყება ყველაზე ცუდი მდგომარეობა აი პეტრე მოციქული ესე იგი მთელი ცხოვრება ტიროდა მისთვის რა იყო აი ცხოვრება ტირილი იყო მარტო იცით რატომ თვალწინ უდგებოდა რამდენი მამალი იყივლებდა სულ ის სახე უდგებოდა თვალწინ რომ ქრისტემ რო შემოხედა ბოლოს გახსოვთ ვიდრე ქათმის ყვავდე სამგზის უარყო მეო და მესამედ რო უარყო იქვე იდგა უფალი და ჩახედა თვალებში მთელი ცხოვრება ეწამებოდა პეტრე მოციქული რომ აი ეს როგორ აი ეს არის აი ჩვენ რო წარდგებით უფლის წინაშე რომ ესე იგი ღმერთის დავინახავ ჩვენთვის ჯვარცმულ ღმერთს დავინახავ ო დავინახავთ ისე კი არა ეხლა რომ ლაპარაკობ და რაღაცა ეს მარტო თვალი და რაღაც დავინახავთ მართლა დავინახავთ და შევწყვება და ჩვენთვის ყველაზე მძიმე ეგ იქნება მეტი რაღა ჯოჯოხეთი გინდა აი ადამიანები ვართ ხო წარმოიდგინე ვიღაცა შენთვის მოკვდა აგერ დაუშვათ წამოვიდა ეგ ვიღაცა ტყვია მოდის და ვიღაცა გადაუდგა და გადაგარჩინა შენ და მთელი ცხოვრება ისე გავიდა შენი რომ ერთი არ გაიხსენე და იმ ადამიანს რო შეხვდები სად წახვალ აი რა სიდისი გექნება რა ნამუსი გექნება ხო ესეა ცოცხალი სარწმუნოება ისე კი არა რომ ჩვენ მარტო ქრისტიანები გვერქვას კიდევ ერთხელ გეუბნებით ყოველდღიურად ჩვენ ან ვამოწმებთ რომ ქრისტეს წამება ჭეშმარიტია ან აი მეორდება ჩვენ შორის აი სიტყვები წამება იგი ქრისტესი გამტკისნა ჩვენ შორის ან და არა და კიდევ ერთხელ ვამბობ და კიდევ ერთხელ განგვიმარტავ ჩვენ აი ფერისვალების დღესასწაულის კონდაკი არის ესა რომ ესე იგი თასած და ფერისვალეო რათაო უქადაგონო მოციქულებმაო ვისაც აჩვენე შენო ვით არმე შენ ხარ ჭეშმარიტ და წყინვალება მამისა ესე იგი ყველაფერი რაც აღასულა უფალმა ყველა დღე სასწაული რომელიც უფალმა აღასულა და რომელსაც ჩვენ ვიხსენებ პირველ ყოვლისა უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ ყველაფერი აბა რისთვის ჭირდებოდა ფერისვალება რისთვის ჭირდებოდა თუ მას ამ დიდების გამომწყინება თავის განსადიდებლად ჭირდებოდა მოციქულებს იმას კი არ ეტყოდა რომ გადმოდიოდნენ თიდან რომ არავის არ უთხრათ ეს სანამ აღდგომა იქნება ამას კი არ ეტყოდა ეხლა ეტყოდა რომ ხო დაინახეთ რა დიდებაში ვარ აგერ მოსე და ელია მოვიდნენ ჩემთან როგორც მონები წადით ეხლა მოუყევით ყველას ეს ამბავი მაშინ ესე იტყოდა არა მაგისთვის არ უნდოდა უფალს იმისთვის უნდოდა რომ მოციქულები ვინც იყვნენ იქა პეტრე, იაკობი და იოანე და მერე ჩვენ. იმიტომ რომ ნახეთ აი ტიმოთეს მიმართ წერილი როგორ იწყება დღევანდელი. რა იგი გესმა ჩემგან, ან მოციქული ეუბნება თავის მოწაფეს. მრავლითა მოწამებითა. ჩემგან რო გაიგეო ის მე დავამოწმე კიდეც ეუბნება. სასწაულებით, თავისი სისხლით ბოლო-ბოლო, ხო? ესე შევედრე მორწმუნეთა კასტა, რომელიც შემძლებელი იყვნენ სხვათაცა სწავლად. აი უყურებთ მთლიანობაში, ჩვენ ადრეს ვთქვით ესა მთლიანობაში, ნახე ქრისტემ ფერი იცვალა იმისთვის, რათა მოციქულებმა უქადაგონ სოფელსა ვითარმეთ შენ ხარ ჭეშმარიტ და წყინვალება მამისა, მოციქულებმა უქადაგეს თავის მოწაფეებს, მოციქულებმა დაამოწმეს, ჯერ ქრისტემ დაამოწმა, მერე მოციქულებმა დაამოწმეს და მოციქულებმა გადასცეს, რომ რაც გესმა ჩვენგან მრავლითა მოწამებითა, უქადაგეს სხვათაცა კაცთა, რომელიც შემძლებელი არიან სხვათაცა სწავლად. უყურეთ, აი ესე მოდის ქრისტიანობა. და ქრისტიანობა ჩვენ თუ ვერ დავამოწმეთ, ჩვენ ვერაფერსაც ვერ გადავცემთ. ხო და ქრისტიანობა არ არის მარტო სახელი. ქრისტიანობა არის პირველ რიგში დამოწმება ჩვენი ცხოვრები და ამ დამოწმების შემდგომ ჩვენ გადავცემთ შემდგომ თაობას, რომ მათაც დაამოწმო და მათაც გადასცემთ, თორე სხვანაირად ქრისტიანობა კი არ მოვიდოდა ჩვენამდე.
ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ამის მადლს და ძალას მოგცემს უფალი ჩვენ თავისი მადლითა და წყალობით, რომლისაა თანა მამასა შვილის დიდება, სული წმინდით, უგუნითი უგუნისამდე. ამინ.